ივილებს შორის ამდენია ხანგრძლივობა დააგვირდა. რამდენი ნახევარი საათი. მოდი ერთ წამი მე დედი უნდა დავაწვინო აქ, აი. ეს რაღაც უნდა დავადო. მიდი, ცოტა ხანი გარადი. კაი, მე მოვუსმენ მაშინ აყოფის გულისცემას და მინდა რომ წამოწვეთ. ახლა მე დაგეხმარებით. ელა. ვიყავი. ვიყავი, ჩვენ დაგეხმარებით. ბავშვებო, დამეხმარეთ, აბა. აბა, ესე. ექიმო, ჩემი ბიჭი ხომ კარგად არის? ყველაფერი კარგად არის, ძალიან კარგად არის დამშვენი. თქვენ? აი, 140 არის. ყველაფერი არის ძალიან კარგად, უბრალოდ სამშობლოში უნდა გადავიდეთ, რაც შეიძლება მალე. შეგიძლიათ აიმშაოთ და ხელოვნებად გადავიყვანოთ, ხო? ერთი ჩალაგებული გაქვთ, ხო? არა. დუშიც კი არ გადამიულია ჯერ. რომ ასრად მშობიარობა იწყება. შიფტები ჩავალაგოთ, წავიდეთ. იაკო, რატომ არ დამიძახეგო? აი მე მაკა ძალიან ხო დაიტოვე რა. სამივე ნაჭამია. პატარა შეიძლება ძივის წინ წამოვიდე. ბავშვო, გამატარე. კარგი. შემოყვას? მე რაღაც მოვალ, ალბათ ვიმშობიარე. ალბათ არა, მანდ უნდა გადავიდეთ, მაუსულად ვიმშობიარეთ, წავიდეთ რა. მაგათ ჩალაგებას მეც მოვასწრებ რა. დროზე რა. ჩემთან წავიდეთ, გავუშვით. წავიდეთ რა. მოვა, დედიკო, მალე მოვა, ბავშვები. ესენი ჩამორჩენები არ არიან. თან წავიყვანოთ. რა ბავშვები? აიცი რა, იქ ექიმები არიან, ხალხია იქ. აი დროზე მაშინ ვიდით რა. კარგი, იაკო, შენ. ხილად, მუგეშინია, ყველაფერი კარგად არის, ამიჭირო. ხილად, აი მივედი. მივედი, ნელა. ვერ მოვასწროთ. მუგეშინია, აქაო ყველაფერი კარგად არის. ლადო, წი ჩაისვიდე ბავშვები. მიდი, დროზე რა, ჩადი. აბა, წავედი. ლადო, მაინც ვერ ვასწრებ და ნელა იარე. ბავშვები გამირთე რა. გავიდი. სახელი რა ქვია? მე შოთა. შოთა. ჩემს პატარა შენ სახელს დავარქვა. მოდი შენს ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს. მე რამდენად? ნუ რაც მეტი იქნება, მით უკეთესი. აი მე ისე მეზარებოდა გადმობარგება. ნაუ მე კიდე ისე მიყვარს ეს აბარგება, ჩავარგება. რაღაცნაირ საყვარელი სახლია, იცი? მე ვერ ვეგუები მაინც ჯერჯერობით. კაი რა, ძალიან მალე შეეგუებ. მაგრამ თან მიხარია რომ სულ მარტო ვიქნები. ჩემი ოცნება. ნუ კაი ხა ცოტა ხანი ხომ, არა, სულ მარტო შენ არ იქნები, ნუ გეშინი. მომისმინე. ვახოსნაირებთან ერთად ყოფნას მარტო ყოფნა ჯობია ისე. ელენე, როცა ვურიგდები, მაშინ მაინც ნუ ლანძღავ ამ ვახოს რა, რა გჭირს? ვერ ხვდები როგორ არ უნდა გალანძღო ეგეთი კაცი. ქალი უყვარს და შვილი არ უნდა. რატო რა მოხდა არ შეიძლება იქნებს საერთოდ არ უნდა ამ კაცის შვილი არასოდეს. ხო მე მოიყვანენ ცოლებს და გააჩენენ ბავშვებს. მოკლედ, მე ჩავიქნიე ხედი რა, გათხოვებაზეც და ბავშვებზეც. ნუ როგორც ვართ ვიყოთ ისე. ვაი ზუსტად მაგას გეუბნები. ხო მაინც თავისი გაიტანა. მოდი აღარ გვინდა რა ამ გოგაზე, ვახოზე და კაცებზე. სხვა რამეზე ვილაპარაკოთ, არ შეიძლება რა. კაცებზე საინტერესო თემა არ არსებობს. ვაჟა ხომერიკის პორტრეტი დავიწყე სხვათა შორის ზეგმაკ პირველი ინტერვიუ. ვაჟა ვინ არის? გოგო ვაჟა ხომერიკი როგორ არის მწერალი? ხო და ვაჟა კაცი არ არის? არის, მაგრამ კარგი კაცია. ხო მე მომწონს ეს კაცი. ხო არ ვიცი, ზოგჯერ რაც არ უნდა ეცოდო, მაინც საშინელი გამოდის ეს პორტრეტი. არც გულწრფელები არიან და არც საინტერესოები. იცი რამდენჯერ მინანია საერთოდ რომ დავიწყე ამ პორტრეტებზე მუშაობა. მოდი წიგნი დაწერე. ესე უცებ როგორ დავწერდი წიგნს. რა ვიცი, ხა ზოგი თვეში 3 წიგნს წერს. ზოგი კი. კაი, მოდი. ჩვენ გაგვიმარჯოს. ქალებს. ჩვენ რო არ ვიყოთ, საერთოდ არაფერი არ იქნებოდა. რა? როგორი თამადა ნახე. გაგვიმარჯოს ქალებს. გაგვიმარჯოს. მელანო. გადაიღებები კორამე რა, ხო ხედა მამა შენს აგვიანდება. არ მშია დაველოდებ. აი ნახე, შენ გაკეთებულ სალატს როგორ დაუჭკნა ფოთლები შულო. შეხედე? გადაიღე რა. დავურეკე მამას და არ იღებს. ეს იგი მოვამალე. როცა ვერ მოდის პასუხობს დამაგვიანდება.
კაი ბატონო, დაველოდოთ. ხო არ ჩავთო ტელევიზორი. ჩართე. მაიმე შულო არ გცხელა ამ ქუდში. მე მეტკინა თავი შესმაგივრად გეცო. რა მცხელოდეს, ხო მოვიხდები ბებო. ბაბუაშენი გიждდებოდა ამ სიმღერას. ხო რა სხვანაირი იქნებოდა. ვერ წარმომიდგენია ბაბუაშენი 60 წლის. Hat zu teuer, komm mal. მეტი. So. Aber hat er da? დაიღალე დედე. Oh, aber eigentlich. შოვიერობა მივიღე დღეს. აი იყო ახალი. მოიცა შენამშობი არა? აბა, მე. ძალიან ნერვიულია. დამისხე. Мужика. Всё. დღეს ჩვენი ნუცას დაბადების დღეა. კარგი იქნებოდა აქ იყოს. თვითონ აკეთებდეს ამ სალატს, ელოდებოდეს სტუმრებს, მეგობრებს, ქმარს, კისკისებდეს. აქ უხაროდეს ცხოვრება. თქვენთან ერთად სახლში. დედა. მაგრამ არ უნდოდა ასე. საოცრად გული წყდა. უსომხთ. პატარა გოგოები არ უნდა ტოვებდნენ პატარა გოგოებს და არ უნდა მიდიოდნენ არსად ბებუკა. მაგრამ ღვთისნებაა ყველაფერი. სადაც არის, როგორც არის. გაუმარჯოს. მე ხოლ ავდივარ სასაფლაოზე. დღეს ალბათ ისინი იქნებოდნენ. შენ მორიგე ხარ შოთიკო? ბებუკა შენ? მე არ წამოვალ სასაფლაოზე, რამდენჯერ უნდა გითხრა. კაი.